დამოკიდებული ყველა სხვა დანარჩენი სპორტის სახეობების გეგმები, რომელიც ერთიან თლიურ გეგმაში უნდა შედიოდეს. ეს არის აქსიომა, ეს ყველას უნდა იცოდეს, ხო? ჩვენ მოედნები რო გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გაივლი, მე მაგალითად შეშოთა შემიჩნევია იქ ვინმე თუ რო თამაშობს, იმიტომ რომ იქ უნდა უყურო რაღაცა ბავშვმა ტელევიზიით, დაიმუხტო, გამოხვიდე და მე იმის მე უყურებდი, ყიფოს უყურებდი, გამოვარდებოდი, მოვიგებდით რაღაც თამაშობ, თამაშობდი დღე-დღე ფეხბურთს. მე კალათბურთში მოვიგებდი, ხო, იმას თამაშობდი და ეხლა ესე იგი, მუხს ვერ იგებს ბავშვი ჩვენებისგან, ახლა მე არ ვამბობ მაგალითი უნდა მივცეთ და მაგალითს ადგილებს დიდი გუნდები, ხო? რატო მაგალითი ხომ იცი ახლა ჩავიდა ბარსელონაში აკენცლა ბურთი იქ ხო იყო რაღაც ხოში. მოკა გავაშურდა, მქონდა საუბარი. მეთქვი რა შვებ, დღუპავ, რა გინდაო? ეს ჩამოვიყვანე თუ ამხელავსნელიო. მეთქვი გასაგები ამხელავსნელი. სპორტი ახლა მაკაცმა ახლა და უკაცრავად მე გულშემატკივარი ვარ ჭიდაობის. ხნელი გამოვა ჭიდაობი? არ შეიძლება ეგრე. ვიჭიდავ ეგ მე? იყავი გულშემატკივარი დააჭეჭი. ამას მაგრამ უთხრა რა, ხო იცი დეგამბავი რა. რემის ისიორებს ახლა რა, იქ თავის ოთახშია რუსთავის თეატრში ზის და შტანგისტიკაც მივიდა და აი იმ ადგილას ცოტა რაღაცა და კაცო მე მოვედი და შტანგა აგიფრე. ჩვენ ახალ მომავალთაობას და ახალ იმის ახლა არიან ის სიხარული არა აქვს გასწრებული რაც ჩვენ მქონდა სპორტიდან აი ჩვენ ახალგაზრდობის ეხლა ბარსელონა რომ მოუგებს რეალს ის უხარიათ ბიჭო ჩვენ ქართველ ბავშვებს თავისი გუნდი რო რაღაც სასწაული არ გახსოვს სოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა მაიკები დარბოდნენ და სხვადასხვა გუნდების მაიკები და საქართველოს ნაკრებმა რო რაღაც ახსნეს ალბათ საერთოდ რა მოხდება გამოიგეთ ისეთი სიყვარული არის თვითონ სპორტის მიერ ამ სახეობების მიერ რა თავარი გია რეგბისტებს და მოჭიდავეებს ან კალათბურთელებს გაუბედა ვიღაცა ეს საკითხი რაც ფეხბურთში ხდება. ეს ხო ფეხბურთელების ბრალია. სად არიან ის ხალხი თქვან სიმართლე ვისი ეშინია. მესმის რომ პრობლემები, ყველას პრობლემაა საქართველოს. მაგრამ არსებობს ერთი რამე ამ ქვეყანაზე. სიმართლე არის ერთი. და მეუბრები მომენტი. არავინ რო არ ამბობს არაფერს, ბატონი გურამის მეგობრები, ჩემი მეგობრები, აი ეს არის ყველაზე ცუდი. ვიღაცას შეიძლება ის ჩემთან მოდიან. გულისკივილის ჩემთან აცხადებენ კაცო. გამოდი თქვით მეთქი თუ ძმახარ. საშას ეგ იყო ჩემთვის მაგალითი რაც მოხდა იქ რა ქვია ბანდრი პატარკაცშვილი რო გადააყენეს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობიდან იქ მე რაც ვნახე საერთოდ აი ამ შიშის მომენტი აი რაც ახსენე ახლა შენ და ორადორი კაცი რო აღმოჩნდა ისეთი ერთი ნონა გაფრინდაშვილი და მეორე ლერი ხაბელოვი და მეტი იქ რო კაციშვილი არ აღმოჩნდა თუ რა უსამართლობასთან ქონდათ საქმე გესმის? აი გამოჩნდა ახლა ყველაფერი. აი რაც მოხდა გიორგი ნემსაძის საკითხთან დაკავშირებით. აი მაქედან დაიწყო ყველაფერი. ისე გული მწყდება, ნუ თუ ესე იგი გიორგი თვითონ შესანიშნავი ფეხბურთელი, ჯენტლმენი კაცი, განათლებული კაცი, წესიების. უნდოდა თვითონ ვარდებოდა სადმე თუ რა ხოთხოვეს. რატო უნდა გაეკეთებინა თავისი პოლიტიზირება? რატო იქ ჯგუფები? რატო ერედიან აი ვიღაც აი ეს არის პოლიტიზირება. რატო გუპავენ სპორტს? ვიღაც დილეტანტები მარქსისტებმა უნდა დავამატოთ. არცაგენი უნდა დაინგრევა. არცაგენი დაინგრევა აუცილებლად. მე პირდაპირ შემილია ყველა სულ. თავ მე რო ეს გავიგე როგორ მოხდა ეს ყველაფერი რა რომ დილას სანამ მიშა გაიღვიძებს მანამდე ავირჩიოთ რო იყო იქ ვიყავ, იქ სახეები ვნახე და სირბილი აქეთ-იქით მე ეგეთი რამე არ მომწონს. იქ მივხვდი რომ რაღაცა ხდებოდა. ნუ წარმოუდგენელი ეგ უსამართლობა, დღესაც ეგ უსამართლობა. ლევან რატო მითხარი ქემაინც გაიგოს მაყურებელმა, გაიგოს და გაიგოს ყველა რატო მოხდეს? იმიტომ რომ ერთ პარტიაში ორი დაჯგუფება მე გეტყვით რა მოხდა მე მიხედავ თავიანთ საქმეებს მე გეტყვით რა მოხდა უნდა დაინერგოს მე გეტყვით რა მოხდა არავინ არ არის საჭირო აქ მოხდა ელემენტარულად აი მართულ მარტივი რაღაცა იყო კირკიტაძის ესე ვთქვათ გუნდი და იყო ბოკერია დაბაშვილის გუნდი ესენი ახალკაცზე აკეთებდნენ სტავკას ეს ვინ
ბოკერია გაბაშვილის გუნდი და ეს ნემსაძეზე ეს გუნდი. პრეზიდენტი ნეიტრალურია. პრეზიდენტი ამბობს ნეიტრალური არ იცის რა ხდება. ესე უნდა რომ ახალკაცი გადეს და ეს რას ეუბნება სიმართლე არ ვიცი. ნემსაძეც შეგდებული ქონდა ეთქობა თუ რა. გადაწყვეტილი იყო და იცოდა ნემსაძეზე. იცოდა ნემსაძეზე. ხო. მე რატო შეაცვლებინეს აი რაში? ანუ ძალიან მიყვარს და ძალიან ჯიგრიანი და ის სუფთა ქართული სისხლი, ასაც მე ვუყურებ, გინდა თამაშის დროს, გინდა ისე, გინდა ესე, ქეძბაიაზე მაქვს ლაპარაკი რა და გინდა როგორც მწვრთნელი და გინდა როგორც ჯიგარი და გინდა როგორც ქართული სულის მატარებელი და იცის და ქართული ხასიათი. როგორ მარტო მაგის ჯიგარი მოიგებს, მე თუ მკითხავ ისეთი ჯიგრიანი და ეხლა მით უმეტეს პროფესიონალი ხალხის არჩევაში, მაგას არ შეეშლება და კაი ფეხბურთელის არჩევაში, მაგას ხო ეჭვი არავის. არის ლაპარაკი მოვა ეგ. არა, ეხლა მიდის ლაპარაკები თვითონ კიპრის ნაკრებთან თუ იქნება წარმატებულობა, უპერს დაელაპარაკებიან, იმიტომ რომ პრობლემაა ფინანსური. ხო. ყველაფერს კრიზისს უკავშირებენ. ხო. და უპერსაც გაისტუმრებენ და ეს მოხდეს, ამაზე მუსილებს თემა. მაგრამ თუ მთელი უბედურება არ არის, უპერს ხომ გადაუხადო ის, რაც მაგას დაგენილი. კონტრაქტით აბა. ანუ ისიც დაკარგული ფული, ოპნოლერი, უპერი, რაზე, როცა შეიძლება და ეს ბიჭები ქეცბაიაზე რო ახსენებ, ქეცბაია, შოთიკო, იქ ცხადაძეა, იქ გეგუჩაძეა. ჰალო, მთელი ამდენი უცხოეთში თამაშობენ ის ფეხბურთელები ყველა სასტუმროს ხო არ იყიდის და ბიზნეს ხო არ გააკეთებს, ყველა ფეხბურთში დაბრუნდება, ფეხბურთში ბრუნდება ყველა მაინც ვინც ფეხბურთელია სრული, ვერ შორდება ამ მოედანს, ეგეთი ალბათ ისა მოედანს რა, ტოლვა რა. დაბრუნდებიან ყველა მთელი პოტენციურად არის ის ფეხბურთელი ვინც თამაშობს მაღალ დონეზე. და მთავარი უბედურება რაც არის, UEFA-ს უწერია თავის წესდებაში. ტრანსპარენტსი ანუ გამჭირვალობა. გაუმჭირვალე არის ეს ყველაფერი და ეს იწვევს მithქმა-მოთქმას. რატო უნდა გქონდეს 700.000 მე ახალგაზრდული ნაკრებისთვის 300.000 ძმას? ეხლა წარმოიდგინე სად მივდივართ. რაღაცა ხდება ხო? და თვალშინაც არ უნდა შემაყარო და ეს რო ვიცი მე არ მოვიწუებ თავს რა. და პირში მეუნები კიდე ვინძი ისიქ რა. თბილა არ შევარქვი მე აბა და მიგანქარდული მოძრაობა. მიგანქარდი არის ის რომ გონია რომ არაფერი არ ჩანხარ რა. არ ჩანს შენი არაფერი და გამკრალი ხარ. ხო მიგანქარდია ეგ არის რომ არაფერი არ ჩანს რა შენი. ხო და ეხა ეს როგორ შეიძლება ვერ ამხედავენ რა და შო რასაც ვაკეთებ ვერ ამხედავენ. გამდის ჩვენ გავაკეთეთ ესეთი ევრაზიის სუპერლიგის პროექტი გვაქვს რა გაკეთებული და მაგაზე ვიყავით ჩასული ყაზახეთთან, აზერბაიჯანელებთან, ნუ სომხეთთან ვერ მივედი, უფრო აზერბაიჯანი სომხეთის ვარიანტია და საქართველოს ძალიან კეთილ განწყობით არ არის UEFA ამის მიმართ. სკანდინავიელებს აქვს კაი როიალ კაპ აქვს ეგეთი სამი ქვეყანა ნორვეგია, დანია, შვეიცარია. საუკეთესო არის კომერციული ჩემპიონატები მიდის ალაზბურჩის პრემიერლიგაში მიდის ჩემპიონატი და შუაში დასვენების დღე ანუ თავისუფალი დრო რო აქვს არის ტურნირი არა ჩემპიონატი ქვია როიალ კაპ მე მაგაზე ვიყავი ყაზახეთში და აზერბაიჯანში ელაპარაკებ თუმცა იყოს აზერბაიჯანი საქართველოს და ის კაი კავკასიის ამბავი იყოს ეგ მომენტი ეგ კაი მომენტია მაგრამ პრობლემა არის სომხეთი და აზერბაიჯანი ეგ პრობლემაა. იდეაში კაი რაღაცა. ანუ შენ არანაირად არ იზღუდე. პირიქით, პრაქტიკაა და რაღაც ახალ ბაზარზე გადიხარ. და ბალენსიკების რაოდენობა იმატებს შესაბამისად და ფეხბურთი რაღაცა. ჩავედი და დაველაპარაკე ყაზახებს და ты что говоришь? Динамо приедет сюда. Именно მიიღეს